მოგესალმებით, მე მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც სამწუხაროდ მედიაში შესაბამისი ყურადღება არ მიექცა. ეს არის გასულ კვირას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან გადადგმულ მორიგ მოღალატურ ნაბიჯთან დაკავშირებით, როდესაც მათ არ მიცეს ხმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც პირდაპირ იყო მოწოდება სირიის ახალი ხელისუფლებისადმი, რომ მათ უკან გაეწვიათ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული აღიარება და პატივი ეცათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. ეს იყო მოწოდება, რომელიც თელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი მთავარი მეგობრების ძალისხმევით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მცდელობით მოათავსა ამ რეზოლუციაში, რასაც მანამდე ადგილი არ ჰქონდა კონკრეტულად სირიისადმი მიმართვას და რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია და დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საქართველოსადმი მეგობრობისა და რომ ეს მეგობრობა არის ურყევი და ჩვენ რა თქმა უნდა მადლობელები ვართ ამისათვის. მაგრამ აი ამ მოღალატეთა რეჟიმის წარმომადგენლებმა ამ რეზოლუციას ხმა არ მისცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამავე რეზოლუციაში წერია მოწოდება ამ რეჟიმისადმი, რომ ჩატარდეს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ ამ მოღალატეთა რეჟიმისათვის მთავარია ხელისუფლებაში დარჩნენ, რადგანაც მათ კარგად იციან, რომ თუ მეტნაკლებად მაინც ნორმალური არჩევნები ჩატარდა, ისინი აუცილებლად დამარცხდებიან. მათთვის მთავარია ნებისმიერ ფასად საქართველოში აი ხელში ეჭიროთ სახელმწიფო ბერკეტები და ჯანდაბას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თაობაზე რეზოლუცია, ჯანდაბას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ადრეც კარგად ხედავდით, მათ უკაცრავად ამ გამოთქმისთვის ფეხებზე კიდიათ საქართველოს ინტერესები, ფეხებზე კიდიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ფეხებზე კიდიათ ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის ეროვნული ინტერესები, მათთვის მთავარია ფული, მათთვის მთავარია ძალაუფლება და ისინი ყველაფერს კადრულობენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ფულის მოხვეჭის შესაძლებლობები შეინარჩუნონ, ფული იშოვონ და მშობელ დედასაც გაყიდიან, რო იტყვიან. აი ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის მოღალატურ ძალასთან გვაქვს საქმე. ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, აი რატომ უწოდებთ მათ ან კრიმინალებს ან მოღალატეებს. აი კიდევ ერთი ფაქტი მათი ღალატისა, რომელსაც შესაბამისი შეფასება უნდა მიცეს ჩვენმა საზოგადოებამ. ეს ერთი. მეორე სკანდალური ამბავი, რაზეც ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, თუ როგორ იქცევა აი ეს მოღალატური რეჟიმი საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, დღენიადაკ ძალიან ერთგულად ხარს უჭერს საქართველოს და სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვა ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად მეცადინეობით ტარდება არაღიარების პოლიტიკა, არაღიარებისა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს რეგიონებისა, რასაც რუსეთი ცდილობს მუდმივად, რომ ვინმე იქნებ აღიაროს და სწორედ ამ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დამსახურებაა, რომ ეს არ ხდება და ამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ რეჟიმს, როგორც რუსულ რეჟიმს ეკადრება, როგორც რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში ეკადრება, ეპყრობიან და ანგრევენ
ჩვენს მრავალ 10 წლეულიან საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, რასაც ითვლის, მეგობრობას ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან და ნიშანდობლივია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ხაზი გაუსვა მთავარს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, აი ამ ბანდის, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის მეთაურისთვის მნიშვნელოვანია მისი პირადი ინტერესები, ვიდრე საქართველოს ინტერესი. ეს ნაციონალურ მოძრაობამ კარგად ვიცით დიდი ხანია, მაგრამ ამას ახლა უკვე ჩვენი საზოგადოებაც და საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს. აი სწორედ ამიტომ უნდა გაგრძელდეს ჩვენი შეურიგებელი უკომპრომისო ბრძოლა ამ მოღალატეთა რეჟიმის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა უთხრათ არა რუსულ სპეცოპერაციას, რომლის გასაღებაც უნდათ როგორც ადგილობრივი არჩევნები. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დარაზმულები, განურჩევლად ჩვენი პარტიულობისა თუ წარსულში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით პოზიციისა, ჩვენ უნდა ვიყოთ უკომპრომისოები, გაუტეხლები, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და აი სწორედ ამიტომ არის მავნებლობა და ჩვენი ხალხის ინტერესების ღალატი, რაც გადაწყვიტა პარტია გახარიესა და ლელომ. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ მათ გონს მოეგონ, არ ითამაშონ რუსული რეჟიმის თამაში, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა ბრძოლაში შესვლა კი არა, ქოცურ სქემაში შესვლა არის, რუსულ სპეცოპერაციაში შესვლა არის და ამ რეჟიმის ლეგიტიმაციის კენ გადადგმული ნაბიჯია, ამ რეჟიმს ვერაფერი გაალეგიტიმურებს, მაგრამ მათი მხრიდან სწორედ ეს ნაბიჯია, ამიტომ არის ის ძალიან ცდარი და მავნებლური. მადლობა ღმერთს საქართველოში ეს ყველა გამოკითხვით და ყველა ანალიზითაც და ყოველგვარი დაკვირვებითაც ჩანს, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან საღად აზროვნებს, ძალიან კარგად იცის რა არის სწორი ნაბიჯი, ძალიან კარგად აცნობიერებს თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ სწორედაც აი ამ რუსულ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობით შევდივართ იმ ბრძოლაში და ვრჩებით იმ ბრძოლაში, რა ბრძოლად დაიწყო ქართულმა ხალხმა როგორც მინიმუმ 7 თვის წინ. ეს ბრძოლა არის აქტიური და არა პასიური, ეს არის სწორედ ერთადერთი სწორი გზა წინააღმდეგობისა, არ კოლაბორაციისა ამ მოღალატეთა რეჟიმთან, ბოლომდე ბრძოლა, თანმიმდევრული ბრძოლა და ჩვენს მეგობრებთან ერთად და საერთაშორისო ასპარეზზე ვითარების ცვლილებასთან ერთად აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ იმ ფონზე, როდესაც ეს მოღალატური რეჟიმი ირღვევა, შიგნიდან ჭამენ ერთმანეთს და ადამიანებს თავიანთ თანამებრძოლებს კლავენ რეალურად და თავიანთ აი ამ ბანდის გარშემო შემოკრებილ ბიზნესმენებს დაერივნენ, ამ ფონზე აუცილებლად ბევრად უფრო მალე, ვიდრე ივანიშვილის ბანდას გონია, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. ეუთოდერთან დაკავშირებით ვკითხავთ, ეუთოდერი მზად არის გამოვაგზავნოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში, თუ ოცნება მოწვევის წერილს გაუგზავნის. ეს განცხადება ეუთოსოფისმა გაავრცელა, სადაც უკმაყოფილება იქნა გამოთქმული, რომ ოცნება უარს ამბობს ყავდეს სადამკვირვებლო მისია ადგილობრივ არჩევნებზე. ეუთო ოცნებას რეპრესიული კანონების და ოპოზიციის ლიდერების დაკავების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს კანონები ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და მოუწოდებს გაიწვიან უკან რეპრესიული კანონები. რატომ ამბობს ოცნება უარს ეუთო ოდირის დამკვირვებლობაზე? ეს პირველი შემთხვევა არ არის უკვე და აი როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვთ მათ და რას ნიშნავს ეუთოს ეს განცხადება? ამ რეჟიმის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არანაირ არჩევნებს ის არ ატარებს და აქედან გამომდინარე კარგად ვიცით ყველამ, რომ ჯერ კიდევ 2024-ში რაც გააკეთეს, ის იყო რუსული სპეცოპერაცია, იმის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, მნიშვნელოვნად გაუარესდა ყველა თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პარტიის
პოლიტიკური ლიდერი კვლავ ციხეშია და ახლა მიხეილ სააკაშვილს მიემატნენ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჩვენი ახალგაზრდები, პატრიოტები ციხეში სხედან, გრძელდება კრიმინალური თავდასხმები საქართველოს მოქალაქეებზე და არავინ არ არის გაუმძიებელი ამ კრიმინალური აქტებისა, თავდასხმებისა და ბუნებრივია საქართველოში აი მართლაც შექმნილი არის ის ატმოსფერო, რაც თავის დროზე შექმნა ლუკაშენკომ და რუსეთში კადიროვმა და პუტინმა. ეს არის ძალიან მკაფიო გამოვლინება სწორედ ამ რეჟიმის ანტიდემოკრატიული, მოღალატური რუსული ბუნებისა. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა პარტია ლელოს წარმომადგენლებთან მიმართებაში, რომლებიც რაღაცას თვლიან და ამბობენ, რომ აი მაგალითად თუნდაც თბილისში აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის მხარს უჭერს ოპოზიციას, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს და ეს ყველამ კარგად იცით, ისევ როგორც მხარს გვიჭერდა საპარლამენტო არჩევნების დროს, არა მარტო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, რუსთავში, თელავში და ყველგან გავიმარჯვეთ, მაგრამ მაგაშია საქმე, რომ ხალხი ვის უჭერს მხარს და ნორმალურ არჩევნებში ვინ გაიმარჯვებდა, აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამის თვლას, რასაც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილის და მისი ყურმოჭრილი მონების CSKO, პროკურატურა, სასამართლო და ასე შემდეგ, ის ციფრები იქნება დაწერილი ამ რეჟიმისთვის და თუ ისინი მხოლოდ იმას ყაბულდებიან, რომ მეორე თუ მესამე ადგილზე გავიდნენ და თავიანთი წარმომადგენლები გაიყვანონ თბილისის საკრებულოში და მათ ხელფასები მიცენ და ეს არის ფასი და ეს არის ის რის გამოც მათ უნდა უღალატონ ჩვენი ხალხის პატრიოტული აბსოლუტური უმრავლესობის ნაწილს და დადგნენ ფაქტიურად ივანიშვილის გვერდით, ივანიშვილის სქემაში ჩაჯდნენ, ძალიან სამწუხაროა, რადგანაც მოლოდინი ჰქონდა, რომ თვითონ თავიანთ სიტყვას არ უღალატებდნენ ლელოს გულისხმობ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ მარტო არსად არ გავალთ, რადგანაც აბსოლუტურად ნათელია, რომ მხოლოდ ერთობლივ ბრძოლას აქვს აზრი, მით უმეტეს ისეთ რეჟიმთან, თუ კი შედიხარ, თქვათ, ოდნავ მაინც რომ იყოს, რომ ყოფილიყო მეტნაკლები ასე ვთქვათ, პატიოსნების და სამართლიანობის არჩევნები, მაშინ იქდა. ახლა ნათელია, რომ ამ სპეცოპერაციაში შესვლა და თან ისეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მხარს არ გიჭერს, ძალიან მკაფიოდ გაკრიტიკებს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე ორი ყველაზე კარგი შედეგის მქონე პარტია გმობს შენს აქციელს და მოგიწოდებს გამოფხიზლებისკენ, მაინც შედიხარ ამ სპეცოპერაციაში, ამას არანაირი არც ახსნა, არც საღიაზრი, არც გამართლება, რა თქმა უნდა, არ აქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ გონს მოეგონ და ნუ უღალატებენ ქართველი ხალხის ბრძოლას. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და ამის პარალელურად მარში, რომელიც გუშინ მათ შორის 8 პარტიაში ხართ, იმ 8 პარტიაში ხართ თქვენც, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ, რისი თქმა უნდა ამ პარტიას მარშალით, პირველი კითხვა არ აქვს, როდესაც ასეთ მარშს ხედავ და აი პირველ კითხვაზე, როდესაც თქვენ აკრიტიკებთ მათ, ისინი ამბობენ, რომ წინასწარ ბრძოლაზე უარი პოლიტიკაში არ მიუთითებს კარგ მაგალითებზე. აბსოლუტურად შემიძლია დავეთანხმო აზრს, რომ წინასწარ ბრძოლაზე უარი არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ოღონდ როგორც უკვე გითხარით, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, ქოცურ სქემაში მონაწილეობა არ არის ბრძოლა. ქოცურ სქემაში მონაწილეობა და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ქოცების საქმის კეთება. არის ამ მოღალატური რეჟიმის საქმის კეთება და მათი გამართლების, მათი ლეგიტიმაციის მცდელობა. ხოლო ბრძოლა არის ბოიკოტი, არ თანამშრომლობა, ბოიკოტი არ არის პასიური პოზიცია, მათ დემაგოგიურად აქვთ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ეს და ცდილობენ თქვან, რომ აი ჩვენ არ ვიცით მაშინ
რა უნდა ვაკეთოთ ბოიკოტის დროს უნდა სახლებში დავსხდეთ და ზაფხულში ცივილუდი მივირთვათ და მეტი არაფერი არ ვაკეთოთ. ეს უბრალოდ ძალიან სამარცხვინო დემაგოგიური განცხადებაა, რომ თითქოს ვერ გაიგეს რა არის ჩვენი ბრძოლის გზა და აი რა უნდა ვაკეთოთ 4 ოქტომბერს, რა უნდა ვაკეთოთ 5 ოქტომბერს და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრინციპული ბრძოლა, არ თანამშრომლობა ამ რეჟიმის სქემაში არ ჩაჯდომა. ეს არის მისვლა აქტიური მოქმედება ამ სპეცოპერაციის დღემდე ჩვენს ყველა მოქალაქემდე, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა დაბაში, ყველა ქუჩაზე იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც პასიურები არიან ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ ეკონომიკურად ხალხს ძალიან უჭირს და ხალხი გააღარიბა, ქვეყანა გააღარიბა ამ მოღალატეთა რეჟიმმა, როდესაც თვითონ ჯიბეს ისქელებენ. მათთან არის საუბარი, მათი გააქტიურება არის საუბარი. შესაბამისად, ჩვენი ბრძოლის გეგმა არის, რომ შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც პარტიებს შიგნით, პარტიებს გარეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ამას გააკეთებენ, ხალხის ამოძრავებას შეუწყობენ ხელს. იქნება ეს სხვადასხვა მანიფესტაციით, იქნება ეს მარშით, იქნება ეს ხალხთან მისვლით. ეს არის პროტესტის, კი, მშვიდობიანი, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან პრინციპული პროტესტის ფორმა, რომ ხალხმა გაიგოს, რომ ამ რეჟიმთან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ საქართველოში არსებული და მათი ჩვენი ხალხის ეკონომიკური პრობლემები, ის სიდუხჭირე, რომელიც მოიტანა ამ მოღალატეთა რეჟიმმა, გადაწყდება მაშინ, როდესაც საქართველო კვლავ დაადგება ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზას და საქართველო იზოლირებული კი არ იქნება ცივილიზებული სამყაროსგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირისგან და წევრი სახელმწიფოებისგან, არამედ იქნება მათთან ერთად ვივლით დემოკრატიული გზით, ვივლით ინვესტიციების მოზიდვის გზით, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზით და სწორედ ეს მიგვიყვანს საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებამდეც, სწორედ ეს მიგვიყვანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებამდე, ხალხის დასაქმებამდე და საქართველოში ხალხის დაბრუნებამდე და არა საქართველოდან ხალხის გაქცევა გაგრძელდება, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის თავს აი ამ მოღალატური რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლის გზა არის საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლის გაგრძელება, რომ ამ რეჟიმს დაედოს სანქციები. აი ახლა მაგალითად აი ამ წუთებში ჩვენი ხელმძღვანელები, ლიდერები იმყოფებიან დიდ ბრიტანეთში, სადაც მათ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები ექნებათ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაადოს პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის ბანდას და დიდი ბრიტანეთის როლი და მნიშვნელობა ყველას კარგად ესმის. ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან მეგობარი აქტის მიღებას, რაც ძალიან სერიოზული წნეხი იქნება ამ ბანდაზე. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის პოზიციას მათ შემდეგ, რაც შეძლებენ გადალახონ ორბანის წინააღმდეგობა და ზეწოლას სანქციებს ამ მოღალატურ რეჟიმზე და ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ სტრატეგია არის გამძლეობა, არ გატეხვა, თანმიმდევრულობა და სიარული სწორი გზით, პრინციპული გზით და ეს არის ჩვენი გეგმა და ბუნებრივია ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ასპარეზზე ასევე ვითარების ცვლილებას, როდესაც ბნელი ძალები მარცხდებიან, რუსეთი მარცხდება ყველგან, სადაც კი ასე ვთქვათ ცდილობდა რაღაცის გაკეთებას, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც კი მარცხდება ყველაზე უფრო პრორუსული პოლიტიკას ატარებდა სომხეთი და აზერბაიჯანის ბოლო დროს დაახლოებული იყო. იქაც კი მარცხდება რუსეთი, დამარცხდა უკვე მოლდოვაში, დამარცხდა რუმინეთში, დამარცხდა სადაც კი შეეცადა თავიანთი საცეცების ამოქმედებას გერმანიაში, ესპანეთში, სხვა სახელმწიფოებში და მარცხდება და დამარცხდება აუცილებლად უკრაინის ფრონტზე. და ჩვენ დღეს დავინახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება, რასაც ბევრი დიდი ხნის განმავლობაში ველოდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად მეტ იარაღს მიაწვის, პირველ ყოვლისა თავდაცვით იარაღს უკრაინას, თავის მხრივ უკრაინა ავითარებს თავის
თავდაცვით წარმოებას, ასე რომ რუსეთი ყველგან მარცხდება, ამიტომ დამარცხდება ბუნებრივია რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში. ეს არის გარდაუვალი. აი ეს არის გეგმა, ეს არის ჩვენი სტრატეგია. რომ აი ლელოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აი არ ვიცით, ვერ მოვისმინეთ რა არის გეგმა და რა არის სტრატეგია. თუ არ გინდა გაგონება, ვერც ვერაფერს ვერ გაიგონებ. ეს არის ჩვენი გეგმა და სტრატეგია, რაც ახლა მოგახსენეთ. კიდევ ერთხელ, რაც მათ ძალიან კარგად იცოდნენ და იციან და გაგონილიც ჰქონდათ და მოსმენილიც. ბატონ გიორგი, თქვენ თქვით, რომ ჩვენი ლიდერები ლონდონში არიან. დიახ. დიახ. ვინ არიან და იგეგმება თუ არა? თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ზანიკიძე, დიახ. იგეგმება თუ არა დავით გეზერაშვილთან შეხვედრა და დონაციის თხოვნა პარტიული ფინანსებისთვის? არა. დარწმუნებული ხართ? ბატონო? დარწმუნებული ხართ, რომ დავით გეზერაშვილს არ ხვდებიან თქვენი ლიდერები ლონდონში? მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის რისთვისაც არიან, მოგახსენეთ ახლა მაგალითად პეტრე ცისკარიშვილს მეგობრული ურთიერთობა აქვს დავით გეზერაშვილთან, განურჩევლად იმისა, დავით გეზერაშვილი ჩვენ პარტიას ეხმარებოდა თუ არა სამწუხაროდ, მან შეწყვიტა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა. ძალიან სამწუხაროდ, თუ დავით გეზერაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი დაეხმარება ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც რესურსების უქონლობის გამო მოუწია და იმიტომ ვარ ჩვენ ახლა ამ ოფისში ჩვენი ცენტრალური ოფისის გაყიდვა, ძალიან მივესალმებით ამას. ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანი ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, ვინც დაეხმარება ნაციონალურ მოძრაობას, ვინც დაეხმარება პატრიოტულ პარტიებს, ვინც დაეხმარება ქართულ ხალხს, რომ მშვიდობიანად არაძალადობრივი მეთოდებით, მაგრამ პრინციპულად ბოლომდე ებრძოლოს რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში, მოღალატურ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოკალათებული არის საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ანუ ბატონო გიორგი, დავაზუსტებ. რამე ვერ გაიგეთ კიდევ? დავაზუსტებ თუ შეიძლება რა. დავაზუსტებ. ამბობთ, რომ თუ დავით გეზერაშვილი შემოვა ისევ ფულით ნაციონალურ მოძრაობაში, თქვენ პირადად ამას მიესალმებით და მათ შორის უშვებთ ამ შესაძლებლობას, რომ ფულის სათხოვნელად შეიძლება იყვნენ დაფინანსების სათხოვნელად ლონდონში თქვენი ლიდერები მათ შორის. მე გითხარით, რატომაც არიან ჩვენი ლიდერები და არა მარტო ჩვენი ლიდერები მუშაობენ ამ მიმართულებით, ეხლა ფიზიკურად სხვები არიან თუ არა, არ ვიცი, არ მგონია, ლიდერთა უმრავლესობა პარტიების ხელმძღვანელები ციხეში სხედან, მიხეილ სააკაშვილის ერთად. ჩვენი დელეგაციის მიზანია შეხვედრა ბრიტანეთის პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც ვთხოვთ უკვე დიდი ხანია და ახლა უშუალო შეხვედრები შედგება, რომ ამ მოღალატურ კრიმინალურ ბანდას დაადონ სანქციები. თუ რამე სხვა შეხვედრებიც იქნება ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც დაეხმარება ნაციონალურ მოძრაობას, ვინც არ უნდა იყოს ჩვენთვის ამ ბრძოლაში საქართველოს გადასარჩენად კრიმინალური, მოღალატური რეჟიმის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენ მხოლოდ მადლობელი ვიქნებით. ვინც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა დაგვეხმაროს, ეს იქნება საქართველოს დახმარება. ვინც არ უნდა დაეხმაროს ნაციონალურ მოძრაობას ან სხვა პატრიოტულ პარტიას. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ევროპარლამენტში დებატებზე უნდა გითხოთ, რასა იუკნევიჩიანი არის ერთ-ერთი ავტორი რეზოლუციის, რომელთან დაკავშირებით ეს დებატები იქნება, არჩევნების გაყალბება, რომელიც უთოდის საკუთარ დასკვნაში არ უთქვამს, ეხლატონობა თუ არა ეს რეზოლუცია, მათ შორის თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციას ევროპელი დეპუტატების ვიცი, რომ რასა იუკნევიჩიანი თქვენი მათ შორის პოლიტიკური პარტნიორია ევროპაში. აქვე ჩაგეკითხებით, ხოლ კიდევ დაამტკიცებენ ანგარიშს საქართველოს შესახებ, სადაც მთავარი მოთხოვნა ივანიშვილის რეჟიმის სანქცირება. უპასუხოთ რეზოლუციის ტექსტს და მერე თქვენ ბრძანეთ, რომ ევთო ოდირის ანგარიში არ წერია გაყალბება. ევთო ოდირის არჩევნებში წერია, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. და ეს არის სწორედ არჩევნების გაყალბება. ამას ნიშნავს, ანუ თქვენ ივანიშვილის ბანდის პროპაგანდისტული მედია რო ცდილობთ, რომ სიტყვების მანიპულაცია მოახდინოს. სწორედ, კი ბატონო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას ნიშნავს თქო. ხო და თქვენ რო ცდილობთ, რომ ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანოთ, დიახ, აი სწორედ ამას ნიშნავს. როდესაც ევთო ოდირის მოხსენებაში წერია, რომ ეს
2024-ის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, ეს ნიშნავს არჩევნების გაყალბებას. სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არ არის არჩევნები ლუკაშენკოს პირობებში, კადიროვის, პუტინის პირობებში. ეს ნიშნავს არჩევნების გაყალბებას. და შესაბამისად, სწორედ ეუთო ოდირის მოხსენებას ეყრდნობა ევროპარლამენტი, რომელშიც მრავალი პარტია, რომელშიც არ არის მხოლოდ ის პარტია, რომლის პოლიტიკური ოჯახის წევრი ვარ ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატიული მემარჯვენე ცენტრისტული სახალხო პარტია და სხვა პარტიებიც ზუსტად ამ ჭკუაზე არიან, გარდა იმ რამოდენიმე დეპუტატისა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებს ატარებს და რუსების პარტნიორები არიან, დანარჩენი ყველა პარტია, როგორც სახალხო პარტია, ისე სოციალ-დემოკრატები, სადაც თავის დროზე ეს მოღალატეთა ბანდა იყო და გამოაპანღვრეს იქიდან, ლიბერალები, ყველა ძირითადი პარტია და ასევე კონსერვატორები, კონსერვატორ-რეფორმატორები, ყველა ევროპარლამენტის ძირითადი პარტია უჭერს ხარს ქართველი ხალხის ბრძოლას, აპროტესტებს ამ მოღალატური ბანდის მიერ არჩევნების გაყალბებას და მოუწოდებს ამ ბანდას, რომ დაიძლიოს მშვიდობიანად საქართველოში კრიზისი, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ამისთვის პირობები შეიქმნას, ბუნებრივია, ამას ვერ ჩაატარებს ივანიშვილის ჯიბის CSKO და ჯიბის სასამართლოს მეშვეობით. აი ეს არის ამ რეზოლუციის და ყველა სხვა წინა რეზოლუციების შინაარსი. კითხონ. მან თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ასახავდა ამორჩევის ნებასო. ასევე ვინ თქვა? ევთოს გენერალურმა მდივანმა. არ მომისმენთ ეს განცხადება? როგორ თქვენ ამბობთ, რომ ევთო თქვენ ამბობთ, რომ 2024 წლის არჩევნები ასახავდა ქართული ხალხის ნებას. თქვენ არ მომისმენთ ეს განცხადება? კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თავარი არის რა თქვა ევთო ოდირმა და ევთო ოდირმა კიდევ ერთხელ გეუბნებით, გენერალური მდივანი არის ერთი პიროვნება, რომელიც გარკვეულ თანამდებობას იჭერს, მაგრამ არჩევნების დაკვირვებას ახორციელებს ამ ორგანიზაციის სპეციალური მისია, რასაც ევთო ოდირის მისია ქვია და მან თავის მოხსენებაში ჩაწერა, რომ 2024 წლის არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი. ეს ნიშნავს სწორედ არჩევნების გაყალბებას. დამატებით რა არის? რამდენად იმოქმედებს ევროპარლამენტის ანგარიში ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომ ქართული ოცნება დაასამცირებლად. ევროპარლამენტი არის ნათელია საზოგადოებისთვის, რომ ევროპარლამენტი არის ევროპული კავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებების ორგანო. ის არ არის თავისთავად ევროპის კავშირი არ არის სახელმწიფო, როგორც ასეთი კლასიკური გაგებით, ის კვაზი სახელმწიფოა, თან ორგანიზაცია, თან სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, რაღაცა შუალედური ტიპის სტრუქტურაა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებების სავალდებულო არ არის ცალკეული სახელმწიფოების თვის და ევროკომისიისთვის, მაგრამ ბუნებრივია ყველას ესმის დემოკრატიულ სისტემაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც ყველა მთავარი პარტია, რომელიც არის ევროპის პარლამენტში და ევროპის პარლამენტი უმრავლესობით რაღაცას ამბობს, ეს არის სწორედ ის პოლიტიკური კლიმატი, რა პოლიტიკურ კლიმატსაც ეყრდნობა ევროპის კომისია. და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ რა თქმა უნდა, მას ამ რეზოლუციებს, ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რომელსაც ამ კრიმინალთა და მოღალატეთა რუსული ბანდის წარმომადგენლები უწოდებენ ფარატინა ქაღალდს და ჩარლის ფასიაქო, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს ევროკომისია, ბუნებრივია. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გაიმართება მორიგი დებატები და რესურსებში არის ავტორი ამ ანგარიშის. მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ამ მთავარ მოთხოვნებზე გზავნებს ჩვენ მადლობელები ვართ, რასა იუკნევიჩინე იქნება საქართველოს ძველი მეგობარი თუ ნებისმიერი სხვა დეპუტატი და ხას გავუსვამ, რომ ეს არ არის მხოლოდ სახალხო პარტიიდან დეპუტატები, პრაქტიკულად ვისაც დაინტერესებს ნახავს, რომ ყველა ფრაქციიდან, ყველა ძირითადი ფრაქციიდან
გამოვლენ და ისაუბრებენ საქართველოს შესახებ, სამწუხაროდ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ რა ძიმე არადემოკრატიული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, როგორი კრიმინალური რუსული რეჟიმი დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არჩევნებს აღარ ატარებს, აყალბებს არჩევნებს და ატარებს რუსულ სპეცოპერაციას, რაც ჩაატარა 2024-ში და ახლა მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმებულია, ამიტომ ბუნებრივია საქართველოს მეგობრებს აწუხებს ეს მდგომარეობა, საქართველოს მეგობრებს უნდა რომ საქართველო იყოს ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყანა და შეძლოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზას დაუბრუნდეს, რაც არის გზა საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანებისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისა და ბუნებრივია ასევე მათ აწუხებთ ის რომ ამ ბანდის და პუტინის მონების ხელშია კვლავ უკვე მეოთხე წელიწადია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ადამიანი და მასთან ერთად ახლა უკვე არიან სხვა პარტიების ლიდერები, არიან ახალგაზრდები, პატრიოტები, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ უნდათ, რომ საქართველოში იყოს ნორმალური, ცივილიზებული ხელისუფლება, საქართველო იყოს ცივილიზებული სახელმწიფო, საქართველოში იყოს მართლაც სტაბილურობა, მშვიდობა, ნორმალური განვითარება, საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზას, რასაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მივყავართ სწორედ საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებამდე და ნორმალურ ცივილიზებულ ცხოვრებამდე და საქართველოს დაცლამდე კი არა, რაც ახლა ხდება, არამედ საქართველოში ჩვენი ემიგრაციის დაბრუნებამდე. ეს არის სწორედ ჩვენი გზა და ამიტომ გვინდა რომ საქართველო დაუბრუნდეს ამ გზას და საქართველო მალე გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა მას და მადლობა ყველა სხვა ჩვენს პარტნიორს, სხვადასხვა პარტიებიდან, ყველა ძირითადი ევროპული პარტიიდან და დარწმუნებული ვარ, ეს რეზოლუცია იქნება მიღებული და იქნება ძალიან მკაცრი რეზოლუცია, ისეთი რეზოლუცია, როგორიც იქნება შესაბამისი ამ რუსული მოღალატური კრიმინალური ბანდის ქმედებების. უკვე რამდენჯერმე ვისაუბრე ეუთოდის დასკვნასთან დაკავშირებით და გითხარით რომ სწორედ ის რომ ეუთოდის დასკვნაში წერია რომ 2024-ის არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი, რაც ნიშნავს იყო გაყალბებული, არის ის თავარი საყრდენი გარდა იმისა რომ საქართველოს არასამთავრობო შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა და დამკვირვებელმა უამრავმა ასობით და ათასობით დამკვირვებელმა დააფიქსირა დარღვევები. აი სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, ეს იყო ტოტალური გაყალბება 2024-ში და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს რეჟიმი არის არალეგიტიმური, ამ რეჟიმს აქვს მიტაცებული ხელისუფლება და შესაბამისად იმის შემდგომ ვითარება კიდევ უფრო ბევრად უფრო დამძიმდა, როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ისე უფრო მეტი ლიდერი მიხეილ სააკაშვილთან ერთად პარტიების პრაქტიკულად ყველა ძირითადი პარტიის ლიდერი ციხეშია, ახალგაზრდები ციხეში არიან, ანუ მდგომარეობა ბევრად უფრო დამძიმებულია, პირდაპირ ტრატყავს გამოცხადებული ამ მოღალატეთა რეჟიმს ჩვენი ძირითადი პარტნიორები, ბუნებრივია ასეთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, რასაც ეს რეჟიმი ადგილობრივ არჩევნებს არქმევს, არანაირი აზრი არ აქვს და უფრო მეტიც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის მავნებლობა და არის ქართველი ხალხის შეუპოვარი, პრინციპული და თანმიმდევრული ბრძოლის ღალატი. ეუთოდი ამოწურეთ, მინასვამს კითხვას. არ დავუცხო. დიახ, 19 ივლისს აუცილებლად ყველანი უნდა შევიკრიბოთ, ყველა პატრიოტი, ვინც კი შევძლებთ და მე ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ვინც ვერ შეძლებს თბილისში ჩამოსვლას, თავიანთ ქალაქებში
გააკეთონ ეს საპროტესტო მანიფესტაცია, რომელიც არის პროტესტი ამ რეჟიმის კრიმინალური მოღალატური რეჟიმის წინააღმდეგ და თავარი ასე ვთქვათ დევიზი არის არა რუსულ სპეცოპერაციას, რომ ჩვენ გვინდა სამართლიანი, მხოლოდ სამართლიანი არჩევნები. ეს არის თავარი დევიზი და არაერთხელ გაგვისვამს ხაზი, რომ ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი, შესაბამისად არის პოლიტიკური და ასეც გაგრძელდება. ვინც რა არ უნდა თქვას, ჩვენი ბრძოლა იყო, არის და იქნება კონსტიტუციის ჩარჩოებში მშვიდობიანი და არაძალადობრივი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის პრინციპული და ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ბრძოლა არ ტკივა მოღალატეთა რეჟიმს. ჩვენ არ გვჭირდება ძალადობა იმისათვის, რომ ეს მოღალატური კრიმინალური ბანდა დავამარცხოთ. ჩვენ ამ ბანდას, ამ მოღალატეებს აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენი სიმართლით, პრინციპულობით და ქართველი ხალხის სიმრავლით. ამიტომ 19-ში არის ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება, ერთ-ერთი ასეთი პროტესტის გამოხატვა. ადასტურებთ თუ არა ანაწილების განცხადებას, რომ ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრების მოსყიდვას ცდილობდა. ბატონო გიორგი. ანაწილების განცხადებას თუ ადასტურებთ, რომ ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრების მოსყიდვას ცდილობდა. დიახ, ვადასტურებ, რომ იყო ასეთი შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ კი უბრალოდ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით ლელოს და ის შეფასებები არ იქნებოდა ჩვენ ვაჭრობაში არ შევსულვართ, იმიტომ რომ ეს საუბარი მყისიერად მორჩა, როგორც კი გაიგეს ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის ვაჭრობის საგანი, ეს არ არის ვაჭრობის თემა, ჩვენ სამშობლოთი არ ვაჭრობთ, ჩვენ ვერც ვერავის, ვინც არ უნდა ადრე ჩვენი პარტნიორი ყოფილიყო, ვერ მოუწონებთ ამ მოღალატურ რეჟიმთან თანამშრომლობას და მათ სპეცოპერაციაში შესვლას, რაც ამ რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მცდელობაა. ჩვენი პოზიცია ძალიან კაფიოთ არის ცნობილი ყველასათვის, ჩვენ ღიად საუბრობთ და ჩვენ არ გვაქვს არაფერი დაფარული და ჩვენ არ ვაპირებთ ენის მოჩლექას არავისთან მიმართებაში და თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ სპეცოპერაციაში შესვლა, ვინც არ უნდა შევიდეს, არის ქართველი ხალხის ბრძოლის ღალატი. ლელო პირდაპირ ვიტყვი არის სრულ ბოდვაში, ჯერ ერთი თავის თავს ეწინააღმდეგებიან, იმიტომ რომ თქვეს, რომ ამ სპეცოპერაციაში, რასაც თვითონ არჩევნებს უწოდებდნენ, არავითარ შემთხვევაში არ შევალ თუ არ ვიქნებით ყველანი ერთადო და ბუნებრივიც არის, ხო? გამარჯვების შანსი აქვს ოპოზიციას, მხოლოდ ერთად ყოფნის დროს, როდესაც ქართველი ხალხის და ამომრჩევლის უმრავლესობა ვინც არის, რა თქმა უნდა, ამ რეჟიმის წინააღმდეგი, მოვა და არჩევნებში ხმას მისცემს, მაგრამ ეს რომ არჩევნები იყოს, ეს ასე იქნებოდა, ხო? არჩევნები რო იყოს, კი, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებდით. მაგაზე ორი აზრი არსებობს, როგორც გავიმარჯვებდით 2024-ში. მაგრამ 2024-ის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და ანუ თან ლაპარაკობენ, რომ აი ჩვენი ამომრჩეველი არის უმრავლესობა, კი არის უმრავლესობა, თუ არჩევნებში ეკნებათ მათ საშუალებად მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეს ხო არჩევნები არ არის. ნორმალურ, მეტნაკლებად ნორმალურ პირობებში არჩევნებში რა თქმა უნდა გავიმარჯვებდით, მაგრამ სპეცოპერაციაში, როდესაც ივანიშვილის ყურმოჭრილი მონებისა და ჯიბეში მყოფი CSKO-ს წარმომადგენლები დაწერენ და სუსი დაწერს ამ შედეგებს, რა აზრი აქვს, რამდენიც გინდა მოვიდეს და რამდენიც გინდა ადამიანი იყოს ჩვენი მომხრე, ხო? ამიტომ ჯერ თავის თავს ეწინააღმდეგებიან, მერე ნათელია, რომ უმეტესობა ოპოზიციური ამომრჩევლისა, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვექნება არა პასიური ბოიკოტი, არამედ აქტიური ქმედებები, ჩვენი ბრძოლა იქნება აქტიური ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ამ სპეცოპერაციის წინააღმდეგ, არ მოვა არჩევნებზე, ამიტომ ისინი პირდაპირ ხელს აწერენ იმას, რომ მათ უნდათ უბრალოდ მეორე, მესამე ადგილზე გასვლა, ეს წინასწარ მშვენივრად იციან, თვითონვე თქვეს, ხო, როგორც უკვე გითხარით, რომ მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი ასეთი რეჟიმის პირობებში
თუნდაც მეტნაკლებად ნორმალურ არჩევნებში გამარჯვება და ორი მთავარი გამარჯვებული პარტია 2024-ის არჩევნებში არ მონაწილეობს, ეს ყველა კარგად გაიგო, მე მგონი მათ ტვინებში შევა ეს რაღაცნაირად ოდესმე შესაბამისად თვითონვე თავის თავსაც ღალატობენ, თავის პრინციპებსაც ღალატობენ და ქართულ ხალხსაც ღალატობენ და თვითონვე აწერენ ხელს, რომ მათი მთავარი ამოცანა ყოფილა საკრებულოებში რამოდენიმე ადამიანის გაყვანა და მათთვის ხელფასის მიცემა. ძალიან სამარცხვინო პოზიციაა, მეტი რო არ შეიძლება ისეთი სამარცხვინო პოზიცია არის. ბოლო ჩაკითხვა ბატონო გიორგი მოკლედ რომ უპასუხოთ. დაკავშირებით ოპოზიცია როგორც წარსდება გაყოფილი არის ნაწილი მოსმოწროს ნაწილი არის რაფორშონ კოპოლეცი კომბინაცია მიდრეთო ჩვენ როგორ ფიქრობთ ის ყველა საუბრობს ერთობაზე ხომ არ ფიქრობთ რომ რაღაცა უნდა დათმოთ რომ ვთქვათ ერთიანობა იყოს და ხელისუფლებასთან ან უკეთესი შედეგი დადოს ოპოზიცია თუ როგორ რას ამბობთ ხელისუფლებასთანო რაღაცას ამბობთ ან გააგრძელეთ წინასწარ შედეგი დადოთ ხო ანუ მოისწროთ ხელისუფლებასთან რა შედეგი უნდა დადოს ანუ ბრძოლაში წინააღმდეგ ბრძოლაში ეს ვიქნის აჰა და თუ არის რა გამოსავალს რას ფიქრობთ რა ვიცი უკვე 1 საათზე მეტია მე მგონი ვლაპარაკობ და გონება სუსტი აქ არც ერთი არ ახართ რომ ვერ მიხვდეთ რაზე ვლაპარაკობთ ის რაც 4 ოქტომბერს აქვს დაგეგმილი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას არ არის არჩევნები არანაირად მიახლოებითაც კი არ არის ის არის სპეცოპერაცია ხოლო რაც შეეხება ოპოზიციას სწორედ ოპოზიციას და ქართულ ხალხს გამოეყო ეს ორი პარტია და ისინი არიან დიდ უმცირესობაში ხო მათ გადადგეს ეს ნაბიჯი უღალატეს ერთიანობას უღალატეს ქართული ხალხის ბრძოლას უღალატეს საკუთარ სიტყვასაც უღალატეს იმ პრინციპებს რაზეც თვითონ გადაგებდნენ შესაბამისად ამიტომ არის ეს ძალიან მკაფიო და მკაცრი შეფასება ამ მოღალატურ რეჟიმთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ არის მიახლოებითაც კი არჩევნები ადგილობრივი არჩევნები ეს არის რუსული სპეცოპერაცია შესაბამისად რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ქართული ხალხის ღალატი ოპოზიციის ერთიანობაზე ნაციონალურ მოძრაობა და არახელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ან არჩევნებისთვის ოპოზიციური ერთობა რომელიც ვერ შედგა და თქვენც აღიარეთ ოპოზიციური ერთობისთვის რამე დათმო ნაციონალურ მოძრაობამ გავიგე კონკრეტულად ამას თო მეკითხებით ოპოზიციური ერთობისთვის და ერთიანობისთვის გაგახსენებთ ყველას ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს 2024-ის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა რომ ნაციონალური მოძრაობა მზად არის ყველაფერი რაც არის ჩვენი დათმოს ჩვენ განვაცხადეთ რომ ოღონდ ერთიანობა იყოს და ჩამოყალიბდეთ ერთ ბლოკად იმიტომ რომ ეხლა პარტიულობანას თამაშის დრო არ არის ჩვენ ვებძვით რუსულ მოღალატურ რეჟიმს და ამას უნდა მხოლოდ ერთიანობით ვებრძოლოთ და მერე გვექნება ცალკეულ პარტიებზე მემარჯვენეობაზე მემარცხენეობაზე საუბრის საშუალება როცა ამ მოღალატურ რეჟიმს შვიდობიანად გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან და ამიტომ ის ამბობდა რომ ჩვენ მზადავართ დავთმოთ ჩვენი ნომერი 5 დავთმოთ ჩვენი ფერი წითელი დავთმოთ ჩვენი სახელი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დავთმოთ ადგილები გამსვლელ სიაში აი რასაც გამოკითხვებით თქვათ ნაციონალურ მოძრაობას მიაკუთვნებდნენ და რაც გვეკუთვნოდა 50%-ზე იმის ნახევარზე ყაბულს ვიყავით ოღონდ შემდგარიყო ერთიანობა ოღონდ ჩვენ ერთიანად გვებრძოლა ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ახლა როდესაც გავდიოდით აი ამ ეს გადაწყვეტილება იყო რომ შევდიოდით იმ ბრძოლაში სანამ ვითარება კიდევ მეტად უფრო გართულდებოდა და ახლა ნაციონალური მოძრაობა არის სხვა ყველა უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და ჩვენ ასევე მზადავართ იგივე დათმობებზე წავიდეთ თუ კი იქნება ერთიანობა მაგრამ ერთიანობას უღალატა გახარიამ და ლელომ აი ეს არის პრობლემა თორე ნაციონალურ მოძრაობას უყოველთვის ამბობს რომ ყველამ უნდა დავთმოთ პირადი და წინა პლანზე დავაყენოთ ეროვნული ინტერესი წინა პლანზე დავაყენოთ საქართველოს ინტერესი ახლა პოლიტიკოსობანას და რაღაცა პარტიულობანას თამაშის დრო არ არის უბრალოდ ამის ფუფუნება არა გვაქვს ლუკაშენკოს ნაერი და კადიროვის ნაერი რეჟიმი დაამყარა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდამ შესაბამისად ამ ქვეყანაში
არჩევნები გაუქმებულია, 4 ოქტომბერს ჩატარდება რუსული სპეცოპერაცია და არა თუნდაც ცუდი არჩევნები, ამიტომ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლა არის მავნებლობა, აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, ამიტომ ჩვენი ბრძოლის გზა არის კი არაძალადობრივი და მშვიდობიანი, მაგრამ ჩვენი ბრძოლის გზა არის ამ რეჟიმთან პრინციპული, შეურიგებელი, უკომპრომისო და თანმიმდევრული ბრძოლა, რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად მოიგებს.